მეექვსე შვიდეულის ოთხშაბათს სიკვდილის ხსოვნის შესახებ. ძმანო და მამანო, სულისთვის იმდენად კარგი და სასარგებლო განარა უნდა იყოს, როგორც სიკვდილის ხსოვნა, რადგან ახლა გარდაცვლილ ეპისკოპოს ელიაზე საუბრისას ვაპირებ, რომელიც თქვენ ვერ ნახეთ, როდესაც აღესრულებოდა, ხოლო ჩვენ ვნახეთ, რამაც დიდად გვარგოდო მობიერნი გაგვხადა, რადგან მისი გარდაცვალება საკუთარ თავში გამოვსახეთ. გავიდა და წავიდა როგორც აღმართული კარვის დამრღვევი და ამ ცხოვრებაში აღარასდროს დაბრუნდება. მისთვის არც ცა, არც მიწა, არც მზე, არც მთვარე, არც ვარსკვლავები, არც სხვა სამკაულები, რომელნიც მათ შორისაა, საჭირო აღარ იქნება. ამ ქვეყნიურს ვერაფერს გააკეთებს, ვერც მცირეს, ვერც დიდს, რადგან მისთვის სიკვდილმა დაასრულა ისინი და პასუხისგების სამსჯავრო ზელის, რადგან საზღაური ჯერ კიდევ შენახულია, როგორც დაწერილია. და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებითა და არღარა მოუღებიეს გამოხსნაი აღნათქვამი იგი, რამე თუ ღმერთმან ჩვენთვის უმჯობესი წინასწარ განიგულა, რაითა არათვინიერ ჩვენს სასრულიქნენ. ასე რომ ჩვენს შესახებ რას ფიქრობთ, ძმებო? ნუ თუ მსგავსადვე არ დაგვემართება, მსგავსადვე არ მოვკვდებით, მსგავსადვე მიწას არ დავუბრუნდებით, საიდანაც შექმნილნი ვართ, მსგავსადვე მიწა და ნაცარი არ გავხდებით. საფლავში ჩავეხედოთ და ჩვენი სიცოცხლის შედგენილობა ვიხილოთ, თუ სად დასრულდა, ან სადამდე მივიდა. ამ ხატაკ ხორცს რისთვის მივყვებით, რომელიც ცოტა მოგვიანებით მიწასა და მატლს გადაეცემა, ან ვნებებზე სატანჯოლთ რატომ ვართ მიჯაჭულნი, გარდაცვალებისას რომ შეგვემთხვევიან. ზემოთ ნახსენები ეპისკოპოსი ამბობდა, სანამ ცოცხალი იყო, რომ ვიღაც ორი გამოეცხადა, ქალი და კაცი. ერთი მაღალი და მეორე დაბალი, ახალგაზრდის მსგავსი და მასთან მხილებითა და სიმკაცრით მოსაუბრე, რის გამოც ოხრავდა, იტანჯებოდა, გოდებდა, წოხდა და ხორციდან გასვლის გამოს ტკიოდა. ვერ ხედავთ თუ როგორია სიკვდილის სასჯელი, ვერ ხედავთ რომ გარდაცვალებამდეც ჩვენი მამხილებელი და მაბეზღარი ბოროტი ეშმაკები იქნებიან. და ეს ასეა, რადგან როგორი გულისიტყვებიც აქ შევიდგბეთ, ხორციდან გასვლისას იგივეს ვნახავთ. თუკი ჩვენს წინაშე ყოველთვის უფალს ხედავდით, თუკი ჩვენი ცხოვრების მცველ ანგელოზს ვგრძნობდით, თუკი წმინდანთა სიმრავლესა და მათ ცხოვრებას ვბაძავდით, უკანასკნელი ამოცუნთქვისას მათ ვიხილავთ. ხოლო თუკი ასე არაა, არამედ საწინააღმდეგოდ ბოროტ გამოსახულებებსა და საეშმაკო გულისიტყვებს ვაგროვებთ, მათვე შევხვდებით და მათთან ვეწავალთ, რაც წარწმენდელია, უბედურება და საცოდაობაა. ამის გამო ვიშრომოთ, ასეთ წარმოსახვებში არ დავრჩეთ, რათა გარდაცვალებისას წმინდა გულით აღმოჩნდეთ და რათა ჩვენც გაბედულად შევძლოთ თქმა. მშვიდობით მას დედა დავწვე და დავიძინე და ასე შემდეგ, რადგან სიკვდილი მართალთათვის მართლაც ძილია, როგორც უფალმა თქვა, ლაზარე, მეგობარმა ჩემმან დაიძინა. არამედ მე მივიდე და განვაღვიძო იგი. ხოლო ვინაიდან ძილია, ცხადია რომ დასვენების საწყისი და მარადიული სიცოცხლის მიზეზი გახდება, როგორც მოციქული ამბობს, ქრისტე აღდგა მკვდრეთით და ექნა იგი დასაბამს შესვენებულთა. და ასევე, დაინთქვა სიკვდილი ძლევითა, სადაარს სიკვდილო საწერტელი შენი, ანუ სადაარს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი, რამე თუ საწერტელ სიკვდილისა ცოდვაი, ხოლო ძალ ცოდვისას ჯული, ხოლო ღმერთსა მადლი, რომელმან მომცა ჩვენ ძლევაი ქრისტე იესუის მიერ უფლისა ჩვენისა. აი უკვე სიკვდილი დანთქმულია ძლევით, აი უკვე გამარჯვება მოპოვებულია, რადგან ამბობს, რომელმან სძლოს მივცემა ჭამად ძელისა მისგან ცხოველისა, რომელი იგი არც სამოთხესა შინა ღვთისა ჩემისასა. აი უკვე ცათასას უფევრის ასპარეზი გახსნილია, აი უკვე სამგზის სანატრელი ღვაწლი, გამარჯვებულთა გვირგვინი და სიცოცხლის მხიარულება წინ დადებულია. ჩვენ ვძლიოთ ეშმაკს, ძმებო, გევედრებით ვნებები დავთრგუნოთ, ბოროტებისგან თავები სრულად განვიწმინდოთ, სათნოებები მოვიპოვოთ, რადგან სულს, რომელიც კეთილი ცხოვრების მიერ ღვთის მოწყალების ღირსი გახდება, სხეულიდან გასვლისას ყოველთა მეუფე ღვთისა მიერ კეთილი ანგელოზი მოევლინება და არ შეეშინდება, არამედ წადილითა და სურვილით შეხედავს მას და მეუფისკენ მხიარულად წავა. ხოლო თუ კი ასე არ აღმოჩნდება, სათქმელადაც კი საცოდაობაა, რადგან შეძრწუნდება და შეშფოთდება, ვინაიდან შეწევნა და ნუგეშინისცემა კეთილი საქმეებისგან არ ექნება, რადგან აქ ძმაცა და მეგობარის ნუგეშინისცემისა და მწუხარების განქარვების შემძლეა, ხოლო იქ ამ ყველაფრის დარღვევა მოხდება, როცა ანგელოზი საცოდავ სულს მრისხანად და მკაცრად გაიტაცებს. ამ სიტყვათა გამო თითქოს შევშინდით, ხოლო თუ კი მარტო მოსმენამ შეგვაშინა, რაღა იქნება, როცა თავად ამ საქმეებს მივაღწევთ, ან და სული ქრისტეს საყდრის წინაშე როგორ წარსდგება, რომლის წინაშეც დანიელ წინასწარმეტყველის სიტყვის ამებრ, მდინარე ცეცხლისა დიოდინ, 1000-1000 დგეს წინაშე მისა და ბევრნი ბევრთან იმსახურებდეს მას.
რამე თუ ეს მსაჯული შიშის მომგვრელი, მიუკერძოებელი, ამაო სიტყვამდეც კი გამომძიებელი არის, როგორც სახარებაშია ნათქვამი. და სული ამ ყველაფერს როგორ იტვირთებს, რადგან ნამდვილად საშინელარს შევდომაი ხელთა ღვთისა ცხოველისათა და უფრო მეტად შიშის მომგვრელია, როცა სამართლიან განაჩენსა და დაუსრულებელ ტანჯვისადმი გადაცემის შესახებ გაიგებს. ამიტომაც, ჩემო ძმებო, გლოცავთ და გევედრებით, ღმერთს სიკვდილამდე შევურიგდეთ და ის ჩვენს წყალუბრად შევიძინოთ. წმინდა ანგელოზები, მეგობრებად მოვიპოვოთ, რომელთაც ჩვენთან მოსვლა იმედებათ. გონების თვალი მხვიძარად შევინარჩუნოთ, ვნებებში დაუმარცხებელი გონება აღჭურვოთ და ვნებათმიერი დაცემისკენ მოგადავიხრებით. არამედ თუნდაც ფეხით აგვიცდეს, მაშინვე წამოვდგეთ. მტერთა გახურებული ისრები მხურვალე ცრემლებით ჩავაქროთ და დიდებული და ქრისტეს სამგზის სანატრელი სურვილი და სიყვარული შევიძინოთ. ნათქვამია, ფრიად შემძლებელარს ლოცვა იმართლის აი შეწევნად. ამიტომ ერთმანეთს ლოცვები ვედრებანი და დარიგებანი შევაძიოთ, რადგან ცრემლები, სინანული და პირველ რიგში საღვთო საიდუმლოებებთან ზიარება დიდად მოქმედია, რომლის გამოც არც კი ვიცი როგორ შევსწრწუნდები, გხედავთ რა უდებებით, რადგან თუ კი კვირა მოახლოვდება, ზოგიერთი შესაძლოა ეზიაროს, ხოლო თუ კი 9 დღესაც არის წირვა, საზიარებლად არავინ მივა. თუმცაღა მონასტერში ყოველთვის შესაფერისი იყო, ვინმეს ზიარება ნდომებოდა, ხოლო ახლა კი მცირედია და არავინ არის, ვინც ეზიარება. ამას როცა ვამბობ, არა უბრალოდ და უპატიოდ მსურს თქვენი ზიარება, ნურც მოხდება, რადგან დაწერილია, გამოიცადენ კაცად კაცადნი თავნი თვისნი და ესრედ პურისა მისგანი ჭამენ და სასუმელისა მისგანი სუნ. ხოლო რომელიც უღირსებით ჭამდეს და სვიდეს, დასასჯელად თავისათვის ისა ჭამს და სვამს. რამე თუ არა გამოიკითხნა ხორცნი უფლისანი. ამას ვამბობ, რათა ზიარების სურვილით, რამდენადაც შეგვეძლება თავი განვიწმინდოთ და ამგვარად ამ წმინდა მსხვერპლის ღირსნი გავხდეთ, რადგან ეს ადრევე თქმული საიდუმლო სიცოცხლესთან ზიარებაა, როგორც უფალი ამბობს, მე ვარ პური, რომელიც ზეცით გარდა მოხედ და უკვე თუ ვინმე ჭამდეს პურისა ამისაგან, ცხონდეს უკუნისამდე. და პური რომელიმე მივცნე, ხორცნი ჩემნიარს, რომელიმე მივცნე ცხოვრებისათვის სოფელსა. და ასევე, რომელი ჭამდეს ხორცად ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა გიეს და მე მისთანა. სრულად გამოუთქმელი და მიუწვდომელი წვენი იხილე. არა მარტო ჩვენთვის განკაცნა და მოკვდა, არამედ საკუთარი თავით საკვებად დაგვიდო. ამ სიყვარულის თანაბარი რა უნდა იყოს, რასაც ვერც გონება მიწვდება, ვერც ენა არ გიქვამს. ან ამ წმინდა საიდუმლოზე მეტად საცხუნებელი და სულისთვის სასურველი განა რა უნდა იყოს. მსგავსადვე საზოგადო ხორციელს, სასმელსა და საჭმელს, საეროსა და წარმავლელს, თუ კი ყოველდღიურად არავინ მიიღებს, ძნელად მიიჩნევს და დიდად დამწუხრდება და ვერ იცხოვრებს ამგვარად. წინ კი არა საზოგადო, არამედ სიცოცხლის პურია, არა საერო, არამედ უკვდავების სასმელი გვიდევს. უპატიოდ ჩავთვალოთ, ეს საქმე პირუტყობაზე და სიგიჟეზე მეტი განა როგორ არ იქნება. მაგრამ ასე რომც მოხდეს, ამერიდან ვიფრთხილოთ, რადგან ამ წვენის ზალა შეცნობილი გვაქვს და რამდენადაც შეგვეძლება თავები გამწმინდოთ და ამ მაცხოვნებელ წმინდა საიდუმლოებებს ვეზიაროთ. მოუცლელები რომც იყოთ და ხელსაქმეს შეგცეულნი, როცა დარეკავენ, ხელსაქმე მიატოვეთ და ამ გამწმენდელ წვენს დიდი გულმოდგინებით მეაახლეთ. და იგი აღმატებულ შეწევნად გაგვიხდება ჩვენ, როცა ზიარებისათვის მომზადების გამო წმინდად დავიცავთ საკუთარ თავს. თუ კი არ ვიზრუნებთ, რომ ვეზიაროთ, განამნებათაგან არ დავტყვევდებით. არადიული სიცოცხლის საგზლად გაგვიხდეს იგი, რომელთან მიახლების ღირსნიც გამხდარიყავით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცმოყვარებით, რომლისაც არის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.